ამბავი. ახლა ის უნდა მოყვე რა. ხო. ვოვას ამბავი. ხო. ესე იგი ვოვა იძახის რომ ასვამი მოვაზე ხარ ხიზელებობასაც ვერ გაიგებ ვერაფერს იმიტომ რომ ხო. რუსულ ქართულად რაღაცას და ნასვამი მოვა იძახის რომ რუსები მაგარი ხალხი არიან. მაგარი ქალები არიანო, დედებიც მაგარი ყავთო და ყველაო რა. რატო აბა ქართული დედას უიწყებლებაო შვილი რო სახლიდან გავაო, გამოვაო და ფეხბურთელი იყო თვითონ და ლესელიძის ბაზაში იყო, ლესელიძეში იყო დინამოს ბაზა. დინამოს ბაზა, ხო, ადაც ახლა საქართველოს ნაკრები, უკრაინის ნაკრები, პატივცემულო და ყველა ნაკრები იქ იკრებებოდა და იქ იმ ბაზაზე ერთი ქოხი იდგა რაღაცა სადაც ცხოვრობდა მარინა. ხო. და რუსი მარინა ერთი იყო, მაგრამ მეტი არავინ არ იყო. და თელი ახლა ეს საბჭოთა კავშირის ნაკრები 20 წელი ეს მარინა ცხოვრობს და თაობები აქ ამ მარინას გამოცვლი რომ ჩავიდონ და თელი გუნდი მარინა ხო და დედამისი გამოდიოდა და მარინას გამოდიოდა მიყავდათ ეს მარინა. ეხლა რას მოაყოლა ეხლა ერთხელაც ჩავედით აი ეს კიევის დინამო რაღაცის ეს მადრიდის რეალს თუ რაღაცას ეთამაშება და ყველა იქ საქართველოს ნაკრები დინამო რა ვიცი ყველა ჩავედით და ნახე რა მაგარი დედები ყავთ და ვეძახით მარი 20 წლის მერე მარინა და დედამისი გამოვიდა ჩვეულებრივი სახიდან თქნაური მორჩა მარინა მოსკოვში გაფრინდა მორჩა აკო დაგწეულიდნენ ქართველი დედებიო თქნაური მორჩა მარინა მოსკოვში გაფრინდა მორჩა ჩვეულებრივი ეს მთელი ბლოხინი რავი ყველა ვარსკვლავი ვერემერი ბუტურლაკინი კაპეიკინი და სოროკალეტი 40 წელი მან დადიოდა სოროკალეტი აწვებოდ ყვიროდა მარინა 40 წელი მარინას ნაშაი თნაური მორჩა მარინა მოსკოვში გაფრინდა ჩვეულებრივ დაკეტა ფანჯი ქართველი დედა რო დაგწევს 11 საათზე მაგ დროს სახლში უნდა ყოფილიყო ქართველი ხა მოგახსოვს